გამარჯობა. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ჩვენს გაშიფრულ დავათის სტელაზე. ამ ვიდეოში ვუბრუნდებით ქართლოსისა და მისი ძმების სახელების ეტიმოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. გვინდა მალე დავასრულოთ. დარჩენილი გქონდა ბარდოსისა და მოვაკოსის სახელების ეტიმოლოგიური განმარტება. მოგახსენებთ მოკლედ, რადგან ამჟამად მუშაობთ უაღრესად მნიშვნელოვანი უძველესი წარწერების გაშიფრვაზე და მას დიდი დრო მიაქვს. არის კარგი სტარტი. ნახოთ, როგორც კი შევძლებთ დასრულებას, ამ კვლევასაც გავასაჯაროებთ. დიდი სენსაცია გელოდებათ. ვიდეო დავიწყებთ ბარდოსზე საუბარს, შეგახსენებთ, რომ უძველესი ევროპული კულტურების დამაარსებლები გახდნენ წინარე ქართველები, ანუ იგრეკ-დნ ჰაპლოჯგუფ G2-ასა და მისი განშტოების მატარებელი ხალხი. ამაზე გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ბარდოსის სახელის ეტიმოლოგია. posში დავდებთ სრულ განმარტებას. შოტლანდიურ გალიური ბარდ, ძველი ირლანდიური ბარდ, პროტოკელტური ბარდოს, ბარდი პოეტი და გაძლიერებულია ლათინური ბარდუსით, რომელიც დასაწყებია კელტურიდან. მონათესავია ლათინური გრანტუსთან, მადლიერი სასიამოვნო სანსკრიტულ გრანტისთან მოუწოდებს აქებს. პროტოკელტური ბარდოს არსებითი სახელი, პროფესიონალი პოეტი და მომღერალი, როგორც ძველ კელტებს შორის, რომლის საქმიანობაც იყო მთავრებისა და მამაცი ვაჟკაცების გმირული მოწოდების პატივსაცემად ლექსების შექმნა და სიმღერა. გაფართოებით პოეტი. შექსპირი ცნობილია როგორც ეივონის ბარდი. ლათინური ბარდუს არსებითი სახელი ბარდი, პოეტი და მომღერალი, გალებს შორის იგივე ანუ პოეტი და ქმნიდა ეპოსურ სიმღერებსა და საგმირო, ასე რომ ვთქვათ, ლექსებს. ჩეხური ბარდ, პოეტი და მომღერალი. შვედური ბარდ, პოეტი და მომღერალი. მაშასადამე ბარდოს სახელის ეტიმოლოგიური განმარტება დაკავშირებულია წიგნობრობასთან. მას ძმებს შორის ჰქონდა წიგნობრობის სტატუსი და ერთგვარად განაგებდა ამ მიმართულებით ქართლოსიანებს. იყო ჟამთაღმწერელი. დაგვრჩა მოვაკოსის სახელის ეტიმოლოგიური განმარტება, რის შესახებაც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, უყურეთ სხვა ვიდეოებს, მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. ჩვენთვის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან საინტერესო იყოს შემდეგი ვიდეოები. დიდი მადლობა.